მივესალმები ყველას ის ვინც არ არის გოი. მეგობრებო, ახალი ტრენდი გაიჩიტა ინტერნეტ სივრცეში და ეხლა ამაზე დავფიქრდი მე სერიოზულად თუ რა ტექსტია და რა ტექსტი შექმნა, არ ვიცი ვინ, კახაბერ ვიღაცამო რა. ხო, გვარსაც მე გავიგებთ. მოდი ერთად მოვუსმინოთ და შემდეგ ამაზე განვაცხადოთ რა არის კარგი ამ ტექსტში და რა არის უცნაური. დავიწყოთ ერთად. მოგესალმებით მეგობრებო. მინდა რაღაცა ძალიან პატარა ლაივი გავაკეთო. არ ველოდები ხმიანობის რო შემოვიდნენ. ვისაც უნდა ნახავს რა და ის პოპულიზმის საბაგეთები ამას უბრალოდ საქართველოს მდივა არის ჯგუფი საქართველოში რომლებიც მუშაობენ საქართველოს შვილებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ახალი ტიპის დაბადების მოსმობის ასარებად, გასაკეთებლად, ორგანიზებად, ლოჯისტიკა ყველაფერი და არის ამ დაბადების მოწმობაზე უკან მხარეს არის ტექსტი, რომელიც მინდა რომ წაგიკითხოთ და გაცნობიერებულად მოусმინეთ კარგად რაც იქნება ამ ტექსტში და თუ ეთანხმებით არა მაშ კომენტარებში ჩამიწერეთ რა და დაგაკავშირებთ იმ ხალხს დაგაკავშირებთ რა რომ საქართველოსთვის ვინ საზრუნავს რა ჩემთვის უკვე არ აქვს მნიშვნელობა შენი პარტიულობა არ მაინტერესებს მე რა კრედო გაქვს ცხოვრების ფილოსოფია რა არ მაინტერესებს კაი დაგიკითხოთ ეხლა მოусმინეთ არისობა სიცოცხლის უფლებისა ეხლა მოусმინეთ ამ ტექსტს ერთად მოვусმინოთ ამ ტექსტს ცოტა დაჩქარებული ვარიანტია და მერე განვიხილოთ ერთად რა ხდება ამ ტექსტში და რა არათანასწორობასთან გვაქვს საკითხი მე აღარ გოი აგეს კომენტარ გოი არა ებრაელები ეძახიან არის იუდეველი და დანარჩენი გოი და ამბობენ ყველა გოი უნდა სტედიშელი ჩაღარა უნდა მღერონო მასეორო უნდა მოგდემა განადგურდება გოი არის ეგ ბაცები მე აღარ გოი მე ვარ სულიერი ცოცხალი სიცოცხლით დაბადებული ქართველი როგორც ცათა ასევე ქვეყანას შინა სამარადისა არ ვაღიარებ ბაბილონის კორპორაციულ გლობალურ სისტემას არ ვაღიარებ კორპორაციულ სახელმწიფოებრივ აგენტურულ სამსახურებს არ ვაღიარებ დღევანდელ საფინანსო სისტემას და მის ავტორიტარულ მმართველობას როგორც ცათა ასევე ქვეყანას შინა სამარადისად როგორც სულიერი არსება სამყაროს ბუნებრივი სამართალზე დაყრდნობით და საკუთარი პასუხისმგებლობით ბუნებრივი სამყაროს შემოქმედის ძალით ვაცხადებ სიცოცხლის უფლებას საკუთარი ქვეყნის მიწაზე ძალზე და ზეცაზე როგორც მე მკვიდრე საქართველოს შვილი ვარ მე საქართველოში დაბადებული ვარ და ხაზარები ვარია შემოხვიდა ეხლა ერთი ტონა რო შემოყარეს კიდე რა და ყველას რო 175,000 რა გადაიხადე და საქართველოს მოქალაქე გახდები მაგათიეთ გადავუხვია ბარცელი სიცოცხლის უფლება საკუთარი ქვეყნის მიწაზე ძალზე და ზეცაზე როგორც მე მკვიდრე სიცოცხლის დაბადების ცნების უფლებით სამარადისოდ არავის და არაფერს არ აქვს ჩემზე სულიერ არსებაზე როგორც ცოცხალი სიცოცხლისთვის დაბადების ცნებით რაიმე ან რამე უფლება სამარადისოდ შემოქმედის ცნობიერებით და გონით მაქვს თავის უფლება საკუთარი გარემოს აღქმისა სიტყვისა და ქმედებისა სამარადისოდ ვადასტურებ საკუთარი საავტორო უფლებებით საავტორო ნება პრეტენზიით სამშობლო საქართველოს მუდმივი მობინადრე ბერი და კახაბერი ქართველი მამაკაცი საქართველოში ეს ბერი და კახაბერი საქართველოში ერთი წუთით მეგობრებო გარეთ რაღაცა ხდება რა ერთი წუთით რა ხდება ვნახოთ გავაგზავნოთ სიმბა რა ხდება ჯანო კარგად შენ როგორ ხარ ლაივში ვარ და ძაღლი მიშლის ხელს მივხვდი რომ შენ იქნებოს ეს ძაღლი გადაეკიდა ჯანოს და ესე იგი ჯანო გამივის თუ გამოივლეს ეს ძაღლი იონე ისა იონე რა არის სიმბა იონე სად არის ნიკოლოზი კაი მოდი აქ ჩემთან და შენ რატო ხარ გარეთ ალი მინდოდა დავია ავიდეთ ჯანომ რა გითხრა არაფერი აბა ძაღლი რო უყებ და მიდი ადი ბებოსთან კარგი ალი მინდოდა ესე იგი აი აქ არის წყალი გავაგზავნოთ ახლა ეს ჩარევა მოხდა ძაღლის მიერ და გავაგზავნოთ ახლა ამ მამაკაცის რაღაც ლაპარაკი გამოიღოს 1 ჰექტარი მიწა ქართულ ოჯახზე და 1 მილიონი ლარი სულზე 1 მილიონი ლარი 2 მილიონი არაფერი ისეთი დიდი არ არის მილიარდობით აქვს შეჭმული და ძაღლი აი 1 მილიონი დოლარი არის რა 268,000 ფუნტი როგორია ძალიან ბევრი არ არის 368,000 დოლარი ან 314,000 ევრო მაგის გარდა მე კიდე ეს არის თვითონ ამ დაბადების მოწმობაზე უკან რაც არის მაგის გარდა არა მე კიდე მინდა დავამატო რაღაცა ნიუანსები რომელიც არა
როდესაც დიდებაში დაუბრალო ალბათ მოგესწრებით ალბათ სულ მაგას რა როცა იქნება ეროვნული მთავრობა საქართველოს რომელიც იზრუნებს არა უნდა მოხდეს ნაციონალიზაცია ექსპროპრიაცია იმ გაყიდული მიწების და უძრავი კონების რომელიც ხელოვანებმა მთავრობამ არა ჩაიჯიბა ის ფული და საქართველოს გաղიდა და ხიდის კიდე რაც დარჩა სულ ყველაფერი ახალი მთავრობის მერია რა მოხდეს ნაციონალიზაცია იმიტომ რომ არაკანონიერი მთავრობის მიერ იქნა გაყიდული სულ ყველა თანხები უნდა გაიხილოთ მაგებს აბსოლუტურად სულ ყველას და ფინანსური პოლიცია როცა ამუშავდება რა რომ ის თანხები არა ბიუჯეტიდან რო გავიდა რა დახურული ტენდერებით რო იყო რა გასული არა და თავიანთ ძმებს და ქვისლებს და მაზლებს და მულებს და ვიღაცებს რო მოაგებინეს ის რა დახურული ტენდერით პული გააკეთეს ის თანხა რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე მოხუცებზე რა წამები რო იყიდონ რა მაგისათვის არა ჯიბეში იდებენ კარგი, მამაკაც ნახეთ თავისი რაღაცების დაამატა, ახლა არ ვიცნობ ამ მამაკაც ბერი გაბრიელი, რა ქვია, არ ვიცი, მართალი გითხრათ რა ქვია ახლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ანუ კარგად საუბრობს და დარწმუნებული ვარ, რომ კეთილი გულით საუბრობს ამას და კარგი უნდა საქართველოსთვის, მაგრამ ახლა მოდი ვნახოთ შეფარულად რა არის ამ ტექსტში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რომ ვითომ ესეთი კარგად შექმნილი ტექსტიც არ იყოს ჩვენი მოტყუების საბაბი. ეხლა რის მოტყუების საბაბი? ერთი შეიძლება, კი, ერთი. ეხლა არ მგონია რომ ეს ტექსტი ვინც დაწერა ცუდად ქონდა გამიზნული, მაგრამ საქმე იმაშია რომ შესაძლებელია წერის დროს მან არ მიაქცია ყურადღება ამა თუ იმ საკითხს, რასაც ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეხლა რას ნიშნავს ეს გვირგვინი? ნახეთ, ძალიან ლამაზი გვირგვინი, ეს არის საქართველოს გვირგვინი. რატომ იცით? საქართველოში ყველა მცენარე რომელიც ამოდის ის არის საქართველოს გვირგვინი და ამიტომ იკეთია ხოლმე ხშირად ეს გვირგვინი. ეხლა ცოტა გაშრა ეს გვირგვინი და გახმა. ამიტომ ეს არის საქართველოს სიმბოლო მეგეუბნებით რა. ეს ბატონი ექინინია ძალიან მაგარი ადამიანი. ხო, ლალი მე მაგაში ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ იმ ტექსტში მეპარება მე ეჭვი. ეხლა რა ტექსტიც წაიკითხა, რომელი ტექსტიც აწერია ახალ დაბადების მოწმობებს უკან. და პირველი რითიც იწყება მე არ ვარ გოი და მე ხსნის ბატონი რომ გოი არისო ესე და ეს ებრაელები თავის თავს უწოდებენ ესე და დანარჩენს ყველას გოის ხო გოიმებს უწოდებენ ესე იგი თუ კი ებრაული თვალსაზრისით ჩვენ ვამბობთ რომ მე არ ვარ გოი ჩვენ ვამბობთ მაშინ რომ ვართ ებრაელები გესმის აი ესეც შეიძლება რომ იგულისხმოს ამ ტექსტში, თუმცა მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ტექსტის შემქმნელს ეს მიმართულება არ ქონია გამიზნული. არამედ გაუცნობიერებლად მოუხდა ესეთი ტექსტის შექმნა. რომ ამბობს მე არ ვარ გოი, ესე იგი ამტკიცებს რომ ის არის ებრაელი, ხო? თუ გოი არ არის, მაშინ ებრაელია, ხო? ებრაული თვალსაზრისით ისინი ასე მოგიდებენ შარს. თუ გოი არ ხარ, მაშინ ებრაელი ხარ და თუ არ ხარ ებრაელი, მაშინ გოი ხარ. გესმის და თუ ამბობ არ ვარ გოი, მაშინ ებრაელი ხარ. ნუ ეგ მაგათი ფილოსოფია არის და მაგათი ფილოსოფიის მიხედვით ჩვენ მაშინ გამოდივართ მაგათიანები, გესმის? ეხლა ნახე, დანარჩენი საინტერესო შეფარული რაღაცა ნიუანსები, რომელშიც მე ძალიან ყურადღება გავამახვილე. გადავახვიოთ და თან დავაპაუზოთ. მე არ ვარ გოი. აგეს კომენტარ. გოი არა, ებრაელები ეძახიან, არის იუდებელი და დანარჩენი გოი. და ამბობენ რომ ყველა გოი უნდა სტედიშენი ჩაღარა უნდა მღერონო, მასეორო უნდა მოხდენო. განადგურდება. გოი. მე თვითონ არ მოგდებიან თუ რა? მე არ ვარ გოი, მე ვარ სულიერი, ცოცხალი, სიცოცხლით დაბადებული ქართველი, როგორც ცათა, ასევე ქვეყანას შინა სამარადის. სულიერი სიცოცხლით დაბადებული ქართველი, როგორც ცათა შინა სიცოცხლის სამარადისოდ? ანუ ერთი წუთი კარგად გავიაზროთ რა წერია. მე არ გოი, მე ვარ სულიერი, ცოცხალი, სიცოცხლით დაბადებული ქართველი, როგორც ცათა, ასევე ქვეყანას შინა სამარადისოდ. სიცოცხლით დაბადებული ქართველი, როგორც ცათა შინა, ასევე ქვეყანასა ზედა სამარადისოდ. ანუ მოიცა, აი აქ უკვე ძალიან გაუგებრობაა რა, სამარადისოდ არც ერთი არ არის დაბადებული. არც ერთი ქართველი, არც ერთი არავინ, საერთოდ არავინ არ არის სამარადისოდ დაბადებული. და ამას როგორ კონტექსტში ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ქართველი სამარადისოდ დაბადებული?
თუ როგორც ქართველი სამარადისოდ დაბადებული, მე თუ დავიბადე როგორც ქართველი ვიქნები სამარადისოდ, ხომ? აი ამაში კარგად არის ჩამოსაყალიბებელი ტექსტი. რას გულისხმობს სამარადისოში, რომელ კონტექსტში არის ეს გააზრებული. სამარადისო ქართველი ხარ თუ დაბადებული ხარ როგორც ქართველი სამარადისოდ. აბა კარგად მოусმინოთ. აბა კარგად მოусმინოთ. მე ვარ სულიერი ცოცხალი სიცოცხლით დაბადებული ქართველი, როგორც ცათა, ასევე ქვეყანასა შინა სამარადისო. არ ვაღიარებ ბაბილონურ კორპორაციულ ქვეყანას როგორც ცათა შინა ქვეყანასა ზედა სამარადისოდ. ცათა შინა არის ღმერთი მამაზე ციერი. ჩვენ ცათა შინა არ ვართ ჯერ. ცადა მიწა არ გაერთიანებულა ჯერ. ცათა შინაო რო ამბობ, მე ვარ ცათა შინა დაბადებული სამარადისოდ, ესე იგი შენ ავტომატურად ამბობ, რომ მე ვარ მამაზე ციერიო, გესმის? ან მე ვარ ცათა შინა დაბადებულიო. ცათა შინა თუ ხარ დაბადებული, ქვეყანასა ზედა ვერ იქნები დაბადებული. არ უნდა იყო ცათა შინა დაბადებული, ან ქვეყანასა ზედა. ხო და აქაც ჩამოსაყალიბებელი არის ეს ტექსტი რა, რას გულისხმობს ცათა შინა, ასევე ქვეყანასა ზედა სამარადისოდ. მოიცადე, კარგად მოусმინოთ რა. მე ვარ სულიერი ცოცხალი სიცოცხლით დაბადებული ქართველი, ოკეი. ასევე ქვეყანასა შინა სამარადისო. როგორც ცათა, ასევე ქვეყანასა შინაო. როგორც ცათა, ასე ქვეყანასა შინა სამარადისოდო. მეგობრებო, ძალიან ფრთხილად სიტყვებთან. როგორც ცათა შინა, ასევე ქვეყანასაზე და ამაზე ვამბობთ მხოლოდ მამაზე ციერზე, რომელ ლოცვაშიც ქრისტე გვასწავლის. თუ ლოცვა მოგინდათო, მაშინ მიდით თქვენთვის განცალკევდითო და ილოცეთო, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყან სახელი შენი, მოვიდნენ სუფევა შენი. ცათა შინა არის მამაზე ციერი. მაგრამ მე რო ქართველი ვარო, რო იტყვი, სამარადისო დაბადებულიო და ცათა შინაო ისე ქვეყანასა ზედაო, ხო? ამ შემთხვევაში, ფრთხილად იყავი ღმერთს არ განურისხდეთ. იმიტომ რომ ღმერთს ეჭიდავებით. ცათა შინა არ დაბადებულ ხარ ჯერ შენ. შენ ქვეყანასა ზედა ხარ დაბადებული. ანუ შენ ეხები ისეთ ფენომენს, რომელიც არის მამაზე ციერის ფენომენი, გესმით? და თუ ცათა შინა დაბადებული ხარ, ამას მამაზე ციერი თვითონ გაგანდობს, შენ არ უნდა იყვირო, რომ მე ცათა შინა ვარ დაბადებული. ეს ამ ბატონის არ არის ეს სიტყვები, ეს კითხულობს სხვა ადამიანის სიტყვებს. დარწმუნებული ვარ ამ ბატონს თვითონ, ეხლა ვინც კითხულობს, ცუდად არ გულისხმობს ამას რა, მართლა პატრიოტულად გულისხმობს, მაგრამ არ დაკვირვები ამ ნიუანსებში, რა ნიუანსებშიც ეხლა მე დავაკვირდები რა, ამ ტექსტს და მოდი ვნახოთ სად არის შეცდომები, კარგი? და როგორც გითხარით, ამ ტექსტის დამწერს დარწმუნებული ვარ, არც მას ჰქონდა ცუდად გამიზნული, უბრალოდ ვერ მიაქცია ამ საკითხებში ყურადღება და წამოწდა რაღაცეები არასწორად. ჩვენ უნდა ჩავასწოროთ, ვთქვათ. დავიწყოთ, აბა მოვისმინოთ კიდე. კორპორაციულ გლობალურ სისტემას. არ ვაღიარებ კორპორაციულ სახელმწიფოებრივ აგენტურულ სამსახურებს. არ ვაღიარებ დღევანდელ საფინანსო სისტემას და მის ავტორიტარულ მმართველობას, როგორც ცათა, ასევე ქვეყანასა შინა სამარადისოდ. აი ეს ცათა რას ვერ გავიგე, ცათა შინა რა თუნდა, რომელი ორგანიზაცია ცათა შინა დაარსებული ვერ ხვდები. ან ცათა შინას რატო ახსენებს ხშირად? რა უნდა ორგანიზაციებს ცათა შინა? ერთი წუთით რა. არ ვაღიარებ კორპორაციულ სახელმწიფოებრივ აგენტურულ სამსახურებს. არ ვაღიარებ დღევანდელ საფინანსო სისტემას და მის ავტორიტარულ მმართველობას, როგორც ცათა, ასევე ქვეყანასა შინა სამარადისოდ. ვერ გავიგე ცათა შინა რას ნიშნავს? ფულს რა უნდა ცათა შინა? ან რატო ახსენებს ეს ამ ტექსტის შემქმნელი ცათა შინა ესე ხშირად რა? გააქვთ თქვენ ამის მოსაზრება? გავაგრძელოთ. როგორც სულიერი არსება სამყაროს ბუნებრივი სამართალზე დაყრდნობით და საკუთარი პასუხისმგებლობით ბუნებრივი სამყაროს შემოქმედის ძალით ვაცხადებ სიცოცხლის უფლებას საკუთარი ქვეყნის მიწაზე. ძალზე და ზეცაზე, როგორც მე მკვიდრე. საქართველოს და ვინმე გვიშლის სიცოცხლის უფლებას ამ დედამიწაზე ჩვენს ქვეყანაში?
ანუ ჩვენ ამით რას ვაცხადებთ, იცი? ჩვენ რომ ამაზე მოვითხოვთ, პრეტენზია გვაქვს სიცოცხლეზე. ესე იგი ვიღაცა სიცოცხლეს გვიკრძალავს და ჩვენ ამას ვაღიარებთ, რომ სიცოცხლეს გვიკრძალავენ და ჩვენ მოვითხოვთ, რომ სიცოცხლე გქონდეს. რაც უფრო ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ სიცოცხლეს გვისპობენ, ხო? ვიღაცას აქვს უფლება, რომ სიცოცხლე მოგვისპოს და ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოგცენ სიცოცხლე. მით უფრო გეტყვიან, რომ ანუ მოგიდებენ შარს, რომ არ იმსახურებს სიცოცხლე. ანუ მე ვერ ხვდები სიცოცხლის უფლება მაქვს, რატომ უნდა ვიყვირო? მაქვს უფლება, ვინ ამიკრძალა რომ აქ ვიცხოვრო საქართველოში? ვინმე მამიკრძალა? მე არავინ არ მიკრძალავს აქ სიცოცხლის უფლებას საქართველოში და შესაბამისად იმაზე ყვირილი რომ მე მოვითხოვ სიცოცხლის უფლებას არის ზედმეტი ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაქვს უფლება და ჯერ არავის არ აუკრძალია ჩემთვის სიცოცხლის უფლება ამ მიწაზე, არც ამ მიწაზე და არც სხვა მიწაზე, გესმით? აბა ეხლა გავაგრძელოთ. საქართველოში დაბადებული ვარ და ხაზარები ვარია შემოხვიდა და ერთთან რომ შემოყარეს კიდე და სპეციალს რომ 175,000 დოლარია და გადაიხადა და საქართველოს მოქალაქე გახდები. მაგათიც გადაუხვია. დაგწერეთ. სიცოცხლის უფლება საკუთარი ქვეყნის მიწაზე, წყალზე და ზეცაზე. როგორც მე მკვიდრე. სიცოცხლის დაბადების ცნების უფლებით სამარადის. ერთი წუთი. არ არის და არაფერს არ აქვს მიწაზე, წყალზე და ზეცაზე. როგორც მე მკვიდრე. სიცოცხლის მოქალაქე გახდები. მაგათიც გადაუხვია. დაგწერეთ. სიცოცხლის უფლება საკუთარი ქვეყნის მიწაზე, წყალზე და ზეცაზე. როგორც მე მკვიდრე. სიცოცხლის დაბადების ვისი მემკვიდრე? ვისი მემკვიდრე? ისევ ზეცაზე აქვს რაღაცა უფლებები ამ ადამიანს, ვინც წერს ამ ტექსტს. მე ვერ ხვდები, რომელ ზეცას გიკრძალავენ შენ. ან რომელ წყალზე არსებობას გიკრძალავენ. აბსოლუტურად რაღაც უცნაური ტექსტი არის ეს ჩემთვის რა. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს გავაზიარე ცოტა რამდენიმე დღის წინ. ანუ ზეცაზე უფლებები სქონა იცი ვის სურს? იალდაბაოც. ზეცაზე უფლებების ქონა, მამაზეციერის არის. და პრეტენზიას რო აცხადებ ზეცაზე უფლებების ქონაზე და ამას ხელს აწერ და დაბადების მოწმობაზე აწერ თან შენ იმას, ეს რატომღაც მიმანიშნებს თითქოს და იყოს ანტიქრისტიანული რაღაც სვლა, შეუცნობიერებლად, გაუცნობიერებლად, შეუცნობადად, პავლე წერს, ცათა შინა არის სული მივლინებული ზეციდან. სული მოვლინებული ზეციდან. მერე რა რო არის სული მოვლინებული ზეციდან? შენ ვის უცხადებ პრეტენზიას, რომ უფლებები გაქვს იმ სულზე? ხვდები? ანუ ღმერთს უცხადებ? თუ აქ დედამიწისეულ უფლებებზე საუბრობ? ხვდები? აი რაღაცა არეულ-დარეული ტექსტი არის ძალიან რა. სამარადის. არ არის და არაფერს არ აქვს. ჩემზე სულიერ არსებაზე როგორც ცოცხალი სიცოცხლისთვის დაბადების წმუნებით რაიმე რამე უფლება სამარადისო. აი ახლა ნახე, არავის და არაფერსო იძახის რა. ესე იგი ღმერთს უარყოფ. თუ არავის და არაფერს არ აქვს შენზე ძალაუფლება, ხო? ესე იგი ღმერთს პირდაპირ ეუბნები, რომ შუათით საშვენებ, რომ წადი შენიცო რა. იმიტომ რომ თუ ღმერთმა შეგქმნა და შენ ეუბნები, არავის არ აქვს ამ დედამიწის ზურგზე ჩემზე ძალაუფლება, არავის და არაფერსო. ხო და მაშინ უარყოფ უფალს, იყოს ნება შენი უფალო, აი ამას უარყოფ პირდაპირ ხასუსო. სული უკვდავია როგორც ცათა, ასევე ქვეყანასა შინა. სული მატერიაში არაფერს არ მოითხოვს. მაგრამ როგორც კი მატერიაში შემოდის, მაშინ უფლებებს და კანონებს მოითხოვს და აგერ ტექსტსაც მოითხოვს და თუ კი მატერიალური თვალსაზრისიდან ჩვენ ამ ტექსტს განვიხილავთ, ხო? შენ სულიერებაზეც აცხადებ უფლებებს და რაღაც კანონებს, აი ამ ტექსტის მიხედვით. გესმის? შენ კი არა, აი წიგნის წერალი, ამ წერილის დამწერი, შემქმნელი. ხო და თანაც ამბობ, რომ არავის და არაფერს არ აქვსო ჩემზე, აი მოდი კარგად წავიკიდე, კარგად ვნახოთ რას წერს.
არ აქვს ჩემზე სულიერ არსებაზე როგორც ცოცხალი სიცოცხლისთვის დაბადების წმუნდით რაიმე ან რამე უფლება სამარადისოდ. რაიმე ან რამე უფლება სამარადისოთო. ესე იგი შემოქმედს არ აქვს შენზე უფლებები? ალბათ არ იცნობ ბერ გაბრიელს, მაგას არ იტყოდი. რომელ ბერ გაბრიელი? ვინ არის ბერი გაბრიელი? ეს? ამას ქვია ბერი გაბრიელი? და რას არ ვიტყოდი, ახლა ნებისმიერი ადამიანი ვის ტექსტშიც შეცდომებს დავინახავს, სულ არ მაინტერესებს ვინ არის, მამა გაბრიელია თუ იესო ქრისტეს უწოდებს თავის თავს თუ რას უწოდებს, ეგ არ მაინტერესებს მე რა, მე უსწორებ იმ ტექსტს, რაც ეწინააღმდეგება შემოქმედს. ასე რომ მე არავის არ ვაყენებ ღმერთზე წინ. არც ბერ გაბრიელს, არც ბერ გაბრიელა წოდებულს და არც არავის. ის ცნობიერებით და გონით მაქვს თავის უფლება. საკუთარი გაიგეს აღქმის სიტყვისა და ქმედებისა. სამარადისოდ ვადასტურებ საკუთარი საავტორო უფლებებით, საავტორო ნება პრეტენზიით სამშობლო საქართველოს მუდმივი მობინადრე. ბერიძე კახაბერი. ბერიძე კახაბერი წერს ამას. ბერიძე კახაბერი წერს. სამარადისოდ ვადასტურებ საკუთარი საავტორო უფლებებით, საავტორო ნება პრეტენზიით სამშობლო საქართველოს მუდმივი მობინადრე. მუდმივი მობინადრეო ხალხო, ვინ მოგცათ მუდმივობის ბინადრობის უფლება დედამიწაზე? ვინმე მოგცათ დედამიწაზე? ბერიძე კახაბერი. ბერიძე კახაბერი. ნეტა ვინ არის ეგ ტიპი? ბერიძე კახაბერ. მუდმივი ბინადრობის უფლება ამ დედამიწაზე შენთვის ჯერ არავის მოუწია. არც შემთვის და არც ნებისმიერი ამ დედამიწის მაცხოვრებლისთვის. ასევე შენ თუ ითხოვ მუდმივი ბინადრობის უფლებას, ძალიან გთხოვ, დაფიქრდი იმაზე, რომ ჩვენ ყველანი მოკვდავები ვართ. ანუ ჩვენზე არ აქვს არავის ძალაუფლება. თუ ღმერთმა მის მიერად შევქმნა, ჩვენ ვართ ყველაფრისგან თავისუფლები. დაიცავით 10 მცნება და იცხოვრეთ ამ პრინციპით. არა, პავლე, ვინ გითხრა, რომ ღმერთს ჩვენზე უფლებები არ აქვს? თავის უფლება იმას არნიშნავს, რომ შენ შემოქმედს უფლება არ აქვს შენზე. შენზე რო უფლება არ ქონდეს, შენ შემოქმედს, მაშინ არც გაგაჩენდა. გესმის? და თან მით უმეტეს თვითნება გამოდიხარ, როდესაც შენ ამბობ, რომ ჩემზე არავის და არაფერს არ აქვს უფლება იბატონოს. თუ არავის და არაფერს არ აქვს, მაშინ რაღაც გაყვირი ხარ და რაღა ტექსტებს წერ. დაჯექი შენთვის და იყავი. რას მოითხოვ? ვისგან მოითხოვ აღიარებას? ადამიანებისგან? და ადამიანმა რა უნდა გიქნას? სულ ბევრი მოგკლას და შენი ლეში დადოს მიწაზე. მეტი რა უნდა უქნას შენ სულს? ვერ გააქრობს შენ სულს. და შენს თუ აი ამ მატერიაზე, აი ამ კაბაზე, აი ამ ხორციან კაბაზე, ხო? აი ამ ხორცზე გაქვს რაღაცა პრეტენზიები, რომ მუდმივი მაცხოვრებელია ეს ხორცი ამ დედამიწაზე, რომელშიც სული ზის, ხო? მაშინ შენ პრეტენზიები გაქვს რაზე იცი, რომ ღმერთს ეუბნები, რომ მუდმივი მაცხოვრებელი ვარ ამ დედამიწის. შენი ამ ტექსტით. და შენ არ გაქვს უფლებები ჩემზე. ეუბნები ღმერთს პირდაპირ რა. აი მოვისმინოთ და ნახავთ. Tanto per quella coi una se dice di stare un vedono ma se ora una notte cane pute con ariek mira coi ne va sulle di social si sta da dei cartoni Robert Sata ase de con esa China Samaras ar baghiare Babylon corporation global systems არ ვაღიარებ ბაბილონურ კორპორაციულ სისტემასო. ესე იგი აღიარებ. შენ რო იძახი არ ვაღიარებ რაღაცაზე, ხო? ესე იგი აღიარებ, იმიტომ რომ ის თურმე არსებობს და შენ ამაზე ყურადღება გაგიმახვილებია. თორე ამ სხვა შემთხვევაში თუ არ აღიარებ, შენ იმას არც ახსენებ. ხომ ხვდებით რა მინდა გითხრათ რა? პირდაპირ ამახვილებ ყურადღებას ბაბილონურ სისტემაზე. მოიხსენიებ სიტყვაში, გესმის და ეხლა ნახეთ, რა სიტყვაც ხშირად მოიხსენიება, ის სიტყვა იქცევს ყურადღებას და ენერგიასაც იზიდავს. ესე იგი, შენი ამ სიტყვებით, იმის მაგივრად, რომ დადგე და
წერო ის რას აღიარებ, მაგალითად ვაღიარებ ქრისტეს, ვაღიარებ მამაზეციერს, ვაღიარებ იმას, რომ სამარადისო ცხოვრება მაქვს მე მამაზეციერისგან მონიჭებული და ეს ილაპარაკო, ამის მაგივრად შენ წერა არ ვაღიარებ ამას, არ ვაღიარებ იმას, არ ვაღიარებ იმას და ახსენებ იმ სახელებს, რომელიც მოხსენებას არ შეიძლება, ხალხო. ეხლა ადამიანი რომ დადგეს და სულ სატანას გაიძახდეს, მაშინ ქრისტე დაიჩრდილება. და შენ თუ დადგები და ქრისტეს იძახებ, რომ აი ქრისტეა ეს რაც არის მნიშვნელოვანია ქრისტე, მაშინ სატანა დაიჩრდილება. რომელი ჯობია, რომელი ახსენო უფრო ხშირად, ქრისტე თუ სატანა? სამწუხაროდ ეკლესიებში დღეს ხშირად სატანას ახსენებენ უფრო ხშირად, რომ აი სატანა მესიცის, ისიცის, აგაცნო, ამას კარგად გეტყვიან და ქრისტეს ახსენებენ 1-2 ამიტომ მე ამ ხალხს კი არ ვამტყუნებ. ამ ხალხმა უბრალოდ ყურადღება არ მიაქცია ამ ნიუანსებს. და მე გეუბნებით რა, თუ გინდათ რამეს სასიკეთო საქართველოსთვის, აი იცით რა უნდა აღიაროთ? მე უნდა იწყებოდე ჯერ ნეგატიურად კი არ უნდა იწყებოდეს ტექსტი. უნდა იწყებოდეს ასე, მე ვაღიარებ რომ ვარ ქართველი. ამა ქვეყნის შვილი დაბადებული, ასე და ასე და ასე, ჩემი მამა ზეციერი, იესო ქრისტეს მამა არის ჩემი მფარველი. ვაღიარებ მხოლოდ მის, ვაღიარებ და ვაღიარებზე უნდა იყოს. ვის აღიარებ, ვის არ აღიარებ, ეგ ჩემთვის მნიშვნელობას არ რაში მაინტერესებს შენ ვის არ აღიარებ? მე მაინტერესებს შენ ვის აღიარებ. ვის აღიარებ და ვინ ხარ? მე არ ვარ გოი რო იძახი. გადააგდე ეს გოი რა შუაში არ ვარ გოი. თქვი მე ვარ ქართველი და არავით არის სხვა ქართველების გარდა თუ ქართველის გარდა. და ამიტომ მეგობრებო და ძალიან საყვარელო ხალხო რა, სწორედ გამიგეთ. მე არავის არ ვაკრიტიკებ ახლა, მე ვაკრიტიკებ მხოლოდ ტექსტს, რომელიც არის არასწორად შედგენილი, თუმცა კეთილი გულით დაწერილი, გესმით? აი ამაშია მაგიტომ გეუბნებით, შეიძლება ბოროტმა ისეთი რაღაცები გიკარნახოთ, კეთილი გული გაქო ვითომ გაფიქრებინოს, ამასობაში კატასტროფები დაგაწერინოს. გული განწმენდილი, გული გონიერი ნიშნავს იმას, რომ შენ სიტყვის ძალას იცნობდე და სიტყვა არის ის, რაც უნდა მარჯვი ენათი დადგეს. ქრისტეს მარჯვი ენით უნდა დადგე ქრისტეს მარჯვნივ. თუ მარცხი ენა გაქვს, აი ესე გამოიყურება მარცხი ენა. გესმის და დგები მარცხნით. ქრისტეს მარცხნით, ხო იცით ვინც დგება და თუ მარჯვი ენა გაქვს, ესე იგი შენ ისე წარმოთქვავ წინადადებებს, რომ ეს მამაზეციერის პროგრამაში კარგად ჯდება და არა სატანის პროგრამაში ჯდება კარგად, არამედ მამაზეციერის მარჯვენით. ქრისტე რატო დადგა მარჯვენი და რატომ გითხრა ანი და ჰოევარო? იმიტომ რომ მან გაიმარჯვა იმ ბოროტებაზე სიტყვით გაიმარჯვა, გესმის? ტყვია არის სიტყვაში და ალბათ მუდმივად მაცხოვრებელია ვინც კარგ სახელს დატოვებს და სიყვარულს დათესავს და მისი სახელი უკვდავი იქნება. ამას ჩემო კარგო პავლე გადაწყვიტავს თვითონ კაცობრიობა, მაგრამ შენ რო წინასწარ გამოდიხარ ამ განცხადებით რომ ვარ, ესე იგი უკვდავი ვარო რა, ესე იგი მუდმივ მაცხოვრებელი ვარო, უკვე რაღაცა ძალიან გთხოვთ რა, მუდმივი მაცხოვრებელი ამ დედამიწაზე ღმერთმა ნუ რავინ ამყოფოს, იმიტომ რომ ღმერთმა დაიფაროს ამ დედამიწაზე მუდმივ მაცხოვრებლად თავი წარმოიჩინო რა. ყველაფერი განვითარებაში არის, იცოდეთ. ერთი წუთით დაგელოდებით, მეგობრებო, დაგალოდინებთ და ეხლავე მოვალ. თამარ, კარგად ახსენი, თამარ ქალო, მან სიტყვის ძალაც დევს, მარჯვე ენაც დევს, სამართლის ენაც დევს, სამყაროს ენაც დევს და მისი ნება პრეტენზიაც. აბა ამიხსენი, ეხლა მე რაც გავაკრიტიკე, იქ სად არის ყველაფერი ის რაც ეხლა შენ ჩამოთვალე.
ეგ ასე გამოსვლა ამ პარტავნებაა უკვე. რას გულისხმობ პავლე? რომელი ეგ ასე გამოსვლა ამ პარტავნებაა უკვე? ანუ ჩვენზე არ აქვს არავის ძალაუფლება თუ ღმერთა მის მიერად შევქმნა ჩვენ ვართ ყველაფრისგან თავისუფლები და დაიცავით 10 მცნება და იცხოვრეთ ამ პრინციპით. პავლე, სხვათა შორის 10 მცნების დაცვა ქრისტეს არ მოუთხოვია ჩვენთვის. 10 მცნების დაცვა იახვემ მოსთხოვა კაცობრიობას, იახვემ. ქრისტემ მხოლოდ 2 მცნების დაცვა მოგთხოვა. ეს არის გიყვარდეს უფალი შენი ყოველით არსითა შენითა და გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი. აი ეს 2 მცნება დაგვიტოვა ქრისტემ. რაც შეიცავს 10 მცნებას თავის თავში. გესმის? კარგად მოусმინე და გაეცანი ტექსტს. ქართველი არის საქართველოს მუდმივი მობინადრე და მიწის მესაკუთრე. თამარ, შენ მოისმინე კარგად მე რას ვლაპარაკობ. ქართველი არის საქართველოს მუდმივი მობინადრეო ამბობ. მუდმივი იცი რას ნიშნავს? რომ სულ აი ყველა დროში მუდმივად ქართველი ხარ. გესმის? და ეხლა მოდი ესე ვქნათ რა, აი მაგალითად, შენ რომ სულიერებაზე გაქვს საუბარი. შენი სული მოვიდა ერთ-ერთ კონკრეტულ ხორცში შევიდა. დედისმოცლიდან აიღო ხორცი და გაჩდი ქართველად დაიბადე. ხო? და საქართველოს ქვია, აი ესა და ეს ტერიტორია ეხლა აი ამ საუკუნეში საქართველოს ქვია. ოსეთი არ გვეკუთვნის, აჭარა არ გვეკუთვნის. ამას ქვია ეხლა საქართველო, გესმის? და სინამდვილეში საქართველო რო გაიზარდოს, იმას აღარ ერქმევა საქართველო. შენ როდესაც დაიბადე და რა ტერიტორიასაც საქართველო ქვია, აი იმ ტერიტორიას არქმევს საქართველოს. ანუ შენ უკვე ცავ საქართველოს იმის უნარს, რომ ან გაიზარდოს, ან კიდე უფრო დიდი გახდეს. გესმის? იმიტომ რომ ჩვენ კონკრეტულად არ ვიცით საქართველო რომელ ტერიტორიებზეა და რა არის საქართველო. შენ იცი საქართველო სად არის? შენ იცი რომ ბათუმში თურქები იძახიან რომ ბათუმი თურქებს ეკუთვნითო? ანუ საქართველო კონკრეტულად მაშინ უნდა დაასაბუთოს საქართველო რას წარმოადგენს და რა ტერიტორიას წარმოადგენს. ტერიტორიულად რა არის საქართველო. და მე ამაზე წერ რომ მუდმივად აი ამ ტერიტორიის მოქალაქე ხარ შენ. რომელიც მუდმივობაში რჩება ისეთად არც იზრდება და არც პატარავდება. გესმის? ღმერთმა ნუ დააპატარაოს, მაგრამ გაზრდის უფლებასაც არ უტოვებ. ეხლა მე რომ მეთქვა მე-12 საუკუნეში საქართველო, იცი რომელი ტერიტორიები მოისაზრებოდა? სომხეთიც, აზერბაიჯანის ტერიტორიაც, დარუბანდიდან დარუბანდამდე და იქ რომ მეთქვა რომ მუდმივად საქართველოს მოქალაქე ვარ, მაშინ ამ დროში რაღა ვიქნებოდი ეხლა? განვითარებაშია ყველაფერი. საქართველოს მუდმივი მოქალაქეობა არ უნდა იყოს სამათხოვრო და სახვეწარი. აი როგორც ახლა ეს ტექსტი იხვეწება. რომ მე ვარ ქართველი მუდმივად საქართველოს მოქალაქე. გესმის? ანუ ძალიან გაუგებარი ტექსტია მართლა რა. დიახ, მუდმივად მემკვიდრეობით, შვილიშვილებით ქართველი არის დაბადებით მემკვიდრე და მესაკუთრე. კანონია მე ვფიქრობ რომ ქართველი კი არა ამ დედამიწის და ამ ტერიტორიის ბატონ პატრონი არის უფალი იესო ქრისტე. და შენ როგორც ქართველი, შენ თუ განაცხადებ ამ პრეტენზიას, მაშინვე დაგასრულებს ქრისტე ამ ცხოვრებიდან რა რო იცოდე. გესმის? მე ესე ვთვლი, იმიტომ რომ შენ ამ ცხოვრების ბატონ პატრონად ვინ დაგაყენა, აბა მითხარი? ვინ დაგაყენა? და შენ თუ ქრისტეზე წინაყენებ თავს, იგივე ილია მეორის მდგომარეობაში გამოდიხარ.
უწმინდესი და უნეტარესი რომ შეირქვა და დაირქვა. შენ ამბობ რომ მე ამ ქვეყნის ბატონ პატრონი ვარ სამარადისოს და არავის და არაფერს არ აქვს ჩემზე უფრო მეტი უფლებებიო. ესე იგი ღმერთს არა აქვს შენზე უფრო მეტი უფლებები? ამით აცხადებ პირდაპირ რა. და მე ეს ტექსტი არ ვიცი ვის წინააღმდეგ არის განკუთვნილი. ვის ებრძვის ეს ტექსტი? ეს შენ ხარ გაუგებრობაში მან ნახვეწარი და ნათხოვარი კი არაა ნება ბრძანება. ნუ ეგ ახლა შენი პერსპექტივაა და ჩემი პერსპექტივა არის ის რომ პირდაპირ ბრძანება კი არა და პირდაპირ იხვეწები რომ მე არ ვარ გოი, მე ეს და ეს ვარ და მე მეკუთვნის ეს და მე ეს არის ხვეწნა და აი მე ვარ ამ სამოსის უფროსი მე ვარ. რადგან ეს სული ჩამოვიდა ჩემს ხორცში, ეს სულიც მე მეკუთვნის და ეს ხორციც მე მეკუთვნის. ეს მიწაც მე მეკუთვნის, რომელ მიწაზეც მე ვდგავარ. და არავის და არაფერს აქვს ჩემზე უფლებები. თუ არავის და არაფერს აქვს შენზე უფლებები და თუ ამას ესე თვლი, მაშინ გაჩერდი და იდექი შენთვის თავისუფალი ხარ. უკვე თავისუფალი ხარ. და ვისე თხოვები და ვისე ხვეწები აი ამ ხორცს, ამ მიწას და ამ ყველაფერს თია საღრაძე, თამარ ძვირფასო ძალიან კარგად მესმის თქვენი სიტყვა, რას ხსნით და როგორ გეთანხმებით და აუცილებლად გავითვალისწინებ, მაგრამ იმათთვის დავწერე, ვინც მაგ ადამიანს გარეკილად მოიხსენიებს. ადამიანი არის უზომოდ შეყვარებული საქართველოზე, usazღრო და უანგაროდ შეძლების და გვარად ხალხის ჯანმრთელობის საჯაროდ მე მჯერა ამის მე მაქვს ერთხელ მოსმენილი ამ ბატონის ვიდეო და ვიცი რომ ეს ადამიანი პატრიოტია და ამიტომაც განვაცხადე წინასწარ რომ ეს ადამიანი არ გულისხმობს ცუდად, მაგრამ უნდა გავფრთხილდეთ რა ტექსტს ფორმულირებთ. ანუ ტექსტში უნდა შედიოდეს აუცილებლად დადებითი, აუცილებლად ჩვენთვის პოზიტიური. ჩვენ უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას პოზიტივზე, რა გვინდა რომ იყოს. აი მაგალითად თითოეულ ქართველს უნდა ენიშნებოდეს შემოსავლის წყარო 1 მილიონზე კი არ უნდა იყოს აქ საუბარი. იმაზე უნდა იყოს საუბარი თუ რამდენად ის შემოსავალი რაც ადამიანზე თითო სულზე შემოვა, მისთვის სასიცოცხლოდ სასიკეთო იქნება. შეიძლება 1 მილიონი ერთ წელიწადში სულ გაკუპიურდეს. ანუ ეს ტექსტი უნდა იყოს თუ რაღაცაზე გინდათ რომ მოარგოთ, უნდა იყოს ისე ფორმულირებული, რომ 1 მილიონი დღეს რო 1 მილიონად ღირს შეიძლება ხვალ საერთოდ 1 ცენტი იყოს. და მე იქნება კარგი მოაწერთ ხელს თქვენ მაგ დაბადების მოწმობაზე და გეტყვიან, აჰა შენი 1 მილიონი და მოგცემენ იმ 1 მილიონს. მე მახსოვს კუპიურები რომ კუპონი რო იყო მაშინ და რომ ფული რომ გაუქმდა, მილიონები ეყარათ სახში და არაფრის ფასი არ ქონდა. და დოლარზეა კონკრეტულად საუბარი, ლარზე და რაღაც ევროზე. და ამის გარდა სხვა ფულები არ არსებობს და ამის გარდა ეს ფორმულირება ლარზე კი არ უნდა იყოს. უნდა იყოს შემოსავალი ისე ფორმულირებული, რომ თითოეულ ქართველს ამ ვითარებას უქმნიდეს. აი მაგალითად ვითარებას უქმნიდეს, რომ ყოფნიდეს ამ ადამიანს ამაში და ამაში და კიდევ რჩებოდეს დამატებით ამდენი თანხა, რომ კიდევ ერთი ამდენი გაიღოს. გესმის? ესე უნდა იყოს ფორმულირებული და არა კონკრეტული 1 მილიონი ლარი ან ამდენი და ამდენი 1000 დოლარი. ხო და მე მაგას ვამბობ რა, რომ თუ მართლა საკეთილდღეოდ გინდათ საქართველოს საკეთილდღეოდ, მაშინ ნამდვილად უნდა დაფიქრდეთ, რას დააწერთ თქვენს დაბადების მოწმობებს უკან. ისი არ იყოს, რომ ესე მოიცადე ფორმულირება როგორ არის. ფორმულირება ასეთია, რასაცა გასცემ შენია. დავაწეროთ, აბა, რასაცა გასცემ შენია და ეს საკმარისი არის სათქმელად. აქ უკვე ჩანს შენი თავისუფლება, რომ აბსოლუტურად თავისუფალი ხარ ყოველგვარი მატერიისგან,
ყოველგვარი დამოკიდებულებებისგან, ყოველგვარი ამა თუ იმ ტერიტორიისგან, რასაც ქრისტე გვიწოდებს, შენი ამ დედამიწაზე არაფერი არ არის, ნუ მიეჯაჭვები ამ მატერიას. შენ უნდა გათავისუფლო, შენი სული იმაზე მეტია, ვიდრე შენ ამ მატერიაში გამოკეტე, ხო? ქრისტე ამას მოგვიწოდებს და შენ თუ იმაზე იფიქრო, რომ მე ამ დედამიწაზე სამარადისოდ უნდა დავიბადო, ხო? ღმერთმა დაგვიფაროს, უფალო, დამიფარე ამისგან. შენ ქრისტეში გათავისუფლება გინდა თუ მატერიაში დამოკიდებულების აღწერა გინდა, რომ ამ მატერიაზე ვარ დამოკიდებული, ამდენი მჭირდება, ეს მჭირდება, ის მჭირდება და ასე და ასე. ეგენი ყველაფერი თუ გჭირდება, მაშინ შენ თავისუფლებას ვერ მოიპოვებ. მაგრამ რასაც გასცემ შენია, გაძლევს ზუსტად იმას, რაც შენთვის მნიშვნელოვანია და შენზეა მორგებული. იმიტომ რომ ღმერთმა უკეთ იცის, შენ რამდენი გჭირდება, შენ რა უნდა გერქვას და შენ რა ტერიტორიები უნდა გქონდეს და რამდენი ხანი უნდა იცხოვრო. ეს ღმერთმა კარგად იცის. რასაც გასცემ შენია არ მოდის გამოთქმა მოდის ეპოქიდან, რომელსაც ოქროს ხანა ეწოდა და რომელიც დაპატარავების მაგივრად იზრდებოდა, გესმის? აი ამ ხელა ქვეყანა წარმოადგენდა მაშინ საქართველოს. და რაც კი რასაც გასცემ შენია მერე დაწოვეს და წყალში ყარეს ეს წიგნები, ისე დაპატარავდა საქართველოს, ისე კი არა რომ დარუბანდიდან დარუბამდამდე იყო. მერე თბილისსაც კი შემოესია მტარვალი და 100,000 მოწაფეს თავი დააჭრა ზუსტად იმ ერთ საუკუნეში. აი ესე გახდა, იმიტომ რომ ამ ტექსტის მქონე ადამიანები ფიქრობდნენ რომ რასაც გასცემ შენია დასაწველია, გესმის? წვავდნენ აი ამ იმას შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს, დაწვეს და გადაყარეს და აღარ უხნეს ამ ტექსტებს, აგე იქ არის წყალი. და მერე რა დაემართათ? ზუსტად ის დაემართათ, რაც თვითონ გაუკეთეს იმ ტექსტს, რომელიც ჭეშმარიტი ღვთისმსიტყვა იყო. გესმის? ანუ ხომ გამიგეთ რას ვლაპარაკობ? თუ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი გვასწავლის რასაც გასცემ შენიაო, აი ეს ტექსტი გვეუბნება მის საწინააღმდეგოს, რომ რაც უფრო მეტი მაქვს, მით უფრო მინდა. კიდე უფრო მეტი და ამის დამტკიცება მინდა და ბეჭერის დარტყმა მინდა. და ვის სთხოვ ამას მომაკვდავ კაცობრიობა, ასო ბეჭედი დაგიტყას ამაზე და დაბადების მოწმობაზე უკან უნდა დააწერონ ამ ხელა ტექსტი? არ ვიცი თქვენ როგორც გინდათ, მაგრამ მე ჩემი აზრით, ხო, ყველაზე მაგარი ტექსტი იქნებოდა, რასაც გასცემ შენია დააწერო და всё რა. შენია, თუ გინდა, აი ქრისტემაც რაც გასცა მისია. თავისი სხეული გასცა. ვისთვის? ჩვენთვის. იმან კი დაიწყო რომ ამ ტერიტორიებზე დავდგები ფეხს, დავადგავ და მე ხმას დავიჭერ ხელში და მე განვაცხადებ ყველასთვის რომ ესა და ეს ადგილები ჩემია, ისა და ის ადამიანები ჩემია, ეს ხორციც ჩემია და სამარადისოდ აქ ვარ. ყველაფერია ეს ტექსტი გარდა ქრისტეს სიტყვებისა. ყველაფერია გარდა ქრისტეს სიტყვებისა და მე როგორც ქრისტეს სიტყვის მატარებელი ამ ტექსტს მე ჩემად ვერ მივიღებ და ვერც ჩემს დაბადების მოწმობაზე ვერ დავაწერ ამ ტექსტს და ამით გაიხლიჩება ისევ და ისევ ქართველობა ორად. ერთნი რომლებიც ამ ტექსტს ეთანხმებიან, მეორენი რომელიც ქრისტეს სიტყვას ეთანხმებიან. ამიტომ კარგად დაფიქრდით ქართველებო, ვიცი რომ ამ ბატონსაც და იმასაც ვისაც ეს ტექსტი ამ ტექსტის ფორმულირება მოუხდა, კარგად იგულისხმეს, მაგრამ ვერ გაითვალეს ქრისტეს სიტყვები, ვერ გათვალეს ქრისტეს სიტყვებში. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ახლა მოიცადე ერთი წუთი, ჯერ არც თემას იცნობ, არც პროგრამას, არც საინფორმაციო სისტემას და უკვე კრიტიკაში გინდა. ბიჭო, თამარ, რატო არ გესმის, რომ ეს კრიტიკა ეხლა მე რასაც ვამბობ არის აბსოლუტურად ჯანსაღი. ეხლა მე რასაც ვამბობ და კრიტიკა აუცილებელია. და შე რატო არ გესმის მე რას ვიძახი? იმიტომ არ გესმის, რომ ქრისტეს არ იცნობ. არც გამიკვირდება, რომ შე რო ქრისტეს არ იცნობ, იალდაბაოთის ენაზე დაიწყო საუბარი და ასე რომ არ ვიცი, ანუ ერის მტერი ვერავინ ნახე გასაკრიტიკებლად და სალანძღავად, აგერ მთავრობა და აკრიტიკე. თამარ, მე იმ ადამიანს, რომელიც სულ გაყიდულია, კრიტიკას არ დავუწყებ.
იცი ვის დაუწყებ კრიტიკას? იმ ადამიანს, ვინც მიყვარს. და რატომ დაუწყებ იცით კრიტიკას? რომ გონს მოვიყვანო. თუ კი ის ადამიანი რაღაცაში ცდება და მას აქვს პოტენციალი რომ სული გადაირჩინოს, მე მას დავუწყებ კრიტიკას. რა შემჭირდება ეხლა იმ გაყიდული, სულ გაყიდული ადამიანებზე იმის რა ქვია, დროის ხარჯვა. არ არის მაგისტრო, აღარ არის მაგისტრო. თორემ მე აქამდე ხომ ვერავინ ვერ გამაჩერებ და ისეთი კრიტიკოსი გავხდებოდი პოლიტიკოსების მიმართ. რატომ არ ვაკრიტიკებ პოლიტიკოსებს, იცით? ეგენი ყველანი სულ გაყიდულები არიან. მაგათ ყველას ხელი აქვთ მოწერილი იმაზე, რაზეც არ უნდა მოეწერათ. მაგრამ რატომ ვაკრიტიკებ ეკლესიის წევრებს თუ იცით? იმიტომ რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადარჩენის. გესმით? ამიტომ მე ძალიან ბევრს ვლაპარაკობ სასულიერო პირებთან, ბევრს საუბრობ მათზე და ბევრს ვაკრიტიკებ მათ. ისინი გადარჩენის უნარს ჯერ კიდევ ატარებენ. ესენი კიდე პოლიტიკოსები, ხო? ამათი გადარჩენა შანსი აღარ არის. ესენი სულ გაყიდული. სულით გაყიდულები არიან და მათი ინტერესები იყო პოლიტიკაში მოსვლა, პოპულარობა. არც ერთი პოლიტიკოსის ინტერესი არ ყოფილა საქართველოს აყვავება და აღზევება. და არც ერთი პოლიტიკოსი არ არის ქართველი, ყველანი სიონისტი ებრაელები არიან. მე მაგაზე ერთ წამსაც არ დავხარჯავ, რომ მაგათი კრიტიკა დავიწყო. არც ერთს არ დავუწყებ კრიტიკას. მაგრამ კრიტიკას დავუწყებ მე იმ ადამიანს, ვინც ეკლესიაშია ჯერ კიდევ. გესმით? ეკლესიაში. და ეკლესიაში ვინც არის, აი იმათ დავუწყებ მე კრიტიკას. იმიტომ რომ თავზე ეკლესიის გვირგვინი კი არ დაახურონ ქრისტეს, საქართველოს ლამაზი ყვავილებიანი გვირგვინი დაადგან ქრისტეს უკვე. გესმით? ჩვენ აღარ გვინდა ეკლიანი გვირგვინის თავზე დადგმა ქრისტესი, რომელიც თურმე ყოველ წელს ხდება და ყოველ წელს სრულდება, აღსრულდება ჯვარზე. ყოველ წელს. ეს რიტუალურად. მოდი რა, ერთხელაც ავიღოთ და უკვე ყვავილების გვირგვინი დავახურებთ ქრისტეს, იმიტომ რომ ოქროს არ მოითხოვს ქრისტე. ოქროს მოითხოვს იალდაბაოთი და იუდეველი, იუდა მოითხოვს ოქროს და ვერცხლს. ქრისტე მოითხოვს გულს გონიერს და გული გონიერი არის რა, მეგობრებო? ნახეთ რას ამბობს ქრისტე, ჭამეთ პურიო. ეს არის ჩემი ხორციო. და სვიდ ღვინო, ეს არის ჩემი სისხლიო. ესე იგი სისხლიც, მისი სისხლიც და მისი ხორცით შედგება რისგან? ხორბლისგან და ყურძნისგან. ესენი ყველაფერი არის მცენარეული. და მცენარეებს რა წარმოშობს? ბუნება, ხო? ასე რომ თუ გული გონიერი გინდა გქონდეს, შენ ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი კი არ უნდა დაადგა თავზე. აწი უნდა დაადგა ყვავილების, ულამაზესი მინდვრის ყვავილების გვირგვინი და ადიდო ქრისტე იმისათვის, რომ ცნობიერება მოგცა, რომ გაგვათავისუფლოს აი ამ მატერიისგან, რაც ჩამოთვლილია აი ამ ტექსტში. რომ ეს ჭირდება, ეს ჭირდება, ეს ჭირდება. ქრისტე გვეუბნება რა არ გჭირდებათ. რა აღარ გჭირდებათ საერთოდ. ქრისტე გვეუბნება აღარ გჭირდება ეს მატერია. ნუ ხარ ამ მატერიაზე ჩაციკრული. ნახეთ ამ მატერიას შეგიძლია მესამე დღესვე აღადგინო. ვინც ქართველია გვარით და სულით ისინი მოიშორეს და ასე აგრძელებენ სამწუხაროდ. კარგ მთქველს კარგი გამგები უნდა. მე მესმის თქვენი კრიტიკის. ისა თია, იცით რა არის, მე არ ის კი არ მინდა რომ მე გამიგოთ ჩემი კრიტიკა. მე მინდა რომ ყველამ გავიგოთ რას გვეუბნებოდა ქრისტე. ანუ რას გვეუბნება ქრისტე? რას გვასწავლის? ჩვენ თუ გვინდა რომ თავისუფლება მოვიპოვოთ, ყველაზე ძალიან იოლად ნათქვამი სიტყვები, აი გენიოსმა თქვა ეს სიტყვები არის რასაცა გასცემ შენია. გესმის? რასაცა მოიხვეჭავ ის კი არ არის შენი. რასაცა გასცემ შენია. და ცხოვრებაში მითხარით, რომელ ადამიანს მიუღწევია ამ მდგომარეობისთვის, რომ რაც გაცემაზე იფიქროს და არა მინდაზე.
აი გაცემაზე ვინმეს რამე უფიქრია? თუნდაც სიყვარულის გაცემაზე, თუნდაც მატერიალურის გაცემაზე, თუნდაც სიტყვიერის გაცემაზე, ენერგეტიკის გაცემაზე, კარგის გაცემაზე, ცუდის კი არა, ეხლა ბევრი ცუდსაც გასცემს, ხო? ხო და რასაც გაცემის შენია, აი გენიალური სიტყვებია, მეტი რაღაც გინდა, აი ამაზე მეტი სიტყვები აღარ არის საჭირო. დაბადების მოწმობაზე დააწერეთ, რასაც გასცემ შენია და შენ ხარ უკვე ქრისტეში სასუფეველში შესული. დარწმუნებული იყავი მაგაში, აი? გული მოიტანა ჩემმა ბიჭმა. ეს ჩემმა ბიჭმა გააკეთა ბაღში. ხო, ჩემმა ბიჭმა ბაღში ძალიან საყვარლობა. რა ქვია დედიკმამას? გული. გული ქვია? ვის გაუკეთე გული? ჩემთვის. ჩემთვის? საიდან მოიფიქრე ნედა? ჰა? რა? საიდან მოიფიქრე ეს რომ უნდა გაგიკეთებინა? არ ვიცი. არ იცი? ღმერთმა გითხრა მე მგონი. თუ მასწავლებელმა? არავინ. არავინ? მაშინ შენმა თავმა გითხრა. ხა, მართლა. ხო, მართლა? ხა. ძალიან ლამაზია რაღაცა რაც მოიფიქრე. აქ წერია უკან ალის გუთეცუ მუთათაკ დედის დღეობაზე გაუკეთებია ჩემი ბიჭინა ეს. ასე რომ ჩემო კარგებო, რასაც გასცემთ თქვენია, ჩვენია ყველასი. არ ვიცი, მართლა ეს კრიტიკა ეხლა მე რაც გამოთქვი, არის აბსოლუტურად, ხო, რა მინდოდა მე თქვა, თია კიდე იცი დამემატებინა. ერთადერთი ხსნელი არის გზა, არის ქრისტე. თუ ჩვენ ქრისტეს გზას ავწდით, დარწმუნებული იყავით, რომ ჯოჯოხეთში გვაქვს ფეხი ჩამცდარი რა. ქრისტეს გზას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა არის ქრისტეს გზა. ყველა ის სიტყვა, რომელიც ქრისტემ გითხრა, ის არის ქრისტეს გზა. და არა მხოლოდ აქ თავში, არამედ პრაქტიკაშიც. ანალოგიზმო. მოვა დედიკო, აი 1 საათში მოვა. კიდევ კაი გამახსენეთ. აჰა. ესე. აი პური გამოვაცხეთ მეგობრებო, ნახე რა მაგარი პური. ეხლა უნდა გამოვიყო ეს პური. დედიკო, დამიჭირე ერთი წუთი, გადაიღე მე როგორ ვიღებ ამ პურს. როგორ? გადაიღე ეს, გადამიღე. მომეცადე ეს მეორესა. არა, ეგრე არაქანაო, დედიკო. ერთი წუთით, აი, ახლა ეხლა ეს უნდა გამოვიყო. სატურა დავაჭირა. და აი აქ უნდა დავდოთ. რამდენი საათია? ესე. ეხლა ეს უნდა გამოვთოთ. აი ჩვენი პური. ეს არის ბიო პური. მოყვანილი არის ასურეთში, ხორბალი. ქართველის მიერ, ასურეთელის მიერ, შემდეგ ეს შევიძინეთ ჩვენ ეს ხორბალი, დაფქული და ჩემმა მეუღლემ გამოაცხო პური. აი ესე. ეხლა მე მივდივარ სად იცით დღეს მეგობრებო? უნდა მოვიძიო შავი ქვიშა, იმიტომ რომ ვლესავთ ეკლესიას, წმინდა გიორგის ეკლესიას და ჩვენთან ჩამოსული არის ბიჭი ქუთაისიდან, რომელიც დარჩება 2 ღამის განმავლობაში და 3 დღის განმავლობაში. ლაშა. ხო და ანუ სრულიად უსასყიდლო თავისი ხარჯებით ჩამოიტანა ის სეტკები, რაც საუცილებელი არის გასალესად და ასე შემდეგ. თავისი ხელობით აკეთებს ამ ეკლესიას. ასურეთში, ქუთაისიდან ჩამოვიდა ღვთისმიერი ადამიანი, რასაც გასცემ შენია, მეგობრებო. ნუ გეშინიათ. ეს ტექსტი მიანიშნებს, რომ ადამიანს ეშინია. მე გეუბნებით, თუ კი დაწერთ სიტყვებს, რასაც გასცემ შენია, მტერს პირდაპირ ეუბნები, რომ მე შენია არ მეშინია.
და ამითი უფრო ძლიერდები მის თვალში და ის შენთან უშვებს იმ ენერგიას რომ შენ ხარ ძლიერი და შენ თუ ესე დაიწყებ მათხოვრობას რომ არ ვაღიარებ და მე არ ვარ გოი და ის არ ვარ და თავის მართლებებს ხო ის პირდაპირ ხედავს რომ უსუსური ხარ შენ გადაწყვიტე თავისუფალი ვინც არის იმის შინაგანში რასაც გასცემ შენია უფრო ჯდება ვიდრე ის რომ მე არ ვარ ის და ეს არ ვარ და მომეცით ეს და ის მომეცით და ეს მეკუთნის და იმას მეკუთნის სამარადისოდ თანაც სამარადისოდ ცათაშინა და დედამიწასა ზედა და ესა და ისა და ესა დაფიქრდით ჩვენ ქრისტიანები ვართ ჩვენ ვართ ქრისტიანები და არა ებრაელები გესმით ებრაელები ეგრე ფიქრობენ მომეცით მე მეკუთნის ეს მინდა ის მინდა ეს მინდა და ქრისტიანები როგორ ფიქრობენ ისი ეს გვირგვინი ქრისტესია არა აბა ვისია შენია არა აბა ვისია ვისია ვითხარი ვისია მითხარი ეხლა დავიღალე დროზე აი შენდათაც მე რაც ვთქვი ხო. მაშინ ქრისტესია ქრისტესი იყოს აი იყოს ქრისტესი აი ბავშვმაც გადაწყვიტა რომ ქრისტესია წამოდი მაშინ ქრისტესთან მივიტანოთ წამო აბა სად იყო მიდი მიიტანე აი აქ იყო აჰა ესე წავედი ახლა აბა დაფიქრდით და მითხარით რა ვთქვი არასწორი გაგოცეთ ამ ბატონს მე დიდ პატივს ვცემ აი ამ ბატონს იმიტომ რომ ნამდვილად საქართველოს ის სიკეთე უნდა და უბრალოდ ჩვენ შეიძლება ბევრ რამეში შევცდეთ ხოლმე როდესაც სიკეთე გვეგონოს რომ სიკეთეს ვაკეთებ და არა და სინამდვილეში შემცდარი ვიყოთ ამიტომ ერთმანეთს უნდა შევუსწოროთ რაღაცეები გესმით გაგოცეთ